ქალწულებითა განშვენებულო, წამებითა გამრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუქრთა მკურნალო, ქალწულ მოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა. ამინ. დღეს ახალი სტილით 17 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს და წმინდა მოწამე იულიანეს. ღირს იოანე დამასკელს, ღირს იოანეს, პოლივოდელ ეპისკოპოსს. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა ქრისტიანობისათვის. იგი ქალაქ ილიოპოლიში მდიდარ ოჯახში აღიზარდა. მამამისმა დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და ქალწული შიგ-ჯაკეტა. მან გადაწყვიტა და ეკორწინებინა ასული, რომელმაც სასტიკად იუარა მამის შეთავაზება. დიოსკორემ იფიქრა, რა ჩაკეტილ ცხოვრებას იყო მიჩვეული ქალწული, ნებადართო მას კოშკიდან გამოსულიყო და თავად აერჩია მეგობრები. მალე დიოსკორე შორს გაემგზავრა. ამასობაში კი წმინდა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომელთაგანაც ერთმა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო და მოინათლა. ერთხელ ბაღში სეირნობისას შეამჩნია, რომ იქ მშენებარე აბანოს ჰქონდა 2 სარკმელი, რომელიც მამამისის ბრძანებით მზისა და მთვარის დაყვანისცემის ნიშნად გამოეჭრათ. ასულმა სთხოვა მშენებლებს მესამეც გამოიკვეთათ. როცა ეს შინდაბრუნებულმა დიოსკორემ შეიტყო, უკმაყოფილება გამოთქვა. მაშინ ნეტარმა ქალწულმა მამას ჭეშმარიტი ღმერთი უკადაგა და აუხსნა, რომ ეს 3 სარკმელი წმინდა სამებას განასახიერებდა. განრისხებულმა მამამ ასული მიჰგვარა მმართველ მარტიანეს, რომელმაც სცადა დაეყოლიებინა ქალწული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. მაშინ ნეტარმა ქალწულმა მამას ჭეშმარიტი ღმერთი უკადაგა და აუხსნა, რომ ეს 3 სარკმელი წმინდა სამებას განასახიერებდა. განრისხებულმა მამამ ასული მიჰგვარა მმართველ მარტიანეს, რომელმაც სცადა დაეყოლიებინა ქალწული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე. წმინდა ბარბარემ კიდევ ერთხელ უშიშრად აღიარა ქრისტე, რის გამოც გულგანძვინებულმა მმართველმა სასტიკად აწამებინა და საპყრობილეში გამოკეტა. შუაღამისას საკანი ზეციური ნათლით გაბრწყინდა. მარტვილმა ცხადად იხილვა მაცხოვარი, რომელმაც წყულებისაგან განკურნა იგი. ბომონების სიძლიერეს მიაწერა ეს სასწაული მარტიანემ და ურჩია წმინდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი მათთვის. მასზე რა თქმა უნდა კვლავ მტკიცეუარი მიიღო. ასულის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც მაშინვე სიკვდილით დაისაჯდნენ. ქრისტესთვის თავის დადების სურვილით აღენთო წმინდა ბარბარეს წამების საცხერლად მისული ქალწული იულიანაც, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისთვის წმინდა ბარბარესთან ერთად გვემეს. ტანისამოს შემოძარცულებს დაატარებდნენ ქუჩებში ასულებს, მაგრამ უფლის ანგელოზი უფარავდა მათ სიშიშვლეს. ბოლოს თავის მოკვეთა მიუსაჯეს მათ. წმინდა ბარბარეს საკუთარმა მამამ დასცა მახვილი. მეხსეულად ზესიდან გარდა მოხდა საშინელი ელვა და ერთიანად დაწვა უჟულო დიოსკორე. დაისაჯა მარტიანეც. სასახლეში შესვლისას მეხიდა ეცადა მისგან ფერფლიც აღარ დარჩენილა. წმინდა ბარბარეს ნეშტი ილიოპოლისში პატივით დაკრძალეს. მე-6 საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში, მე-12 საუკუნეში კი კიევში გადაასვენეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.